ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა საზოგადოებაში კვლავ აქტიური განხილვის საგანია. დაბრუნდება თუ არა რეგიონის მმართველ რგოლში ასლან აბაშიძის დროინდელი კადრები, ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური. მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვიდან ჩამოსულმა პროფესორმა ასლან აბაშიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა. გამოჩნდა თუ არა რეგიონის მთავრობაში რევანშისტული ძალა, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების კომენტარები ხათუნა შუშანიძის რეპორტაჟში. ჩვენ ეს მონოპოლი პატარა ნაპირისკალი რო არ დავკარგოთ, ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდზე და უნდა გავაკეთოთ კოცონი. ასლან აბაშიძე საჯაროდ ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაპერწკლიდან კოცონის დანთებაში დაეხმარება. მიაჩნია, რომ 1 ოქტომბრის მონოპოვარი ნელ-ნელა იშლება და პრემიერს პოლიტიკის გამყარებისთვის მისი დახმარება სჭირდება. პირადად საქმე გვაქვს ივანიშვილთან, რატომ? იმიტომ რომ 1 ოქტომბერს რაც მოხდა, ყოველისა ეს არის დამსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილისა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ამ გაფუჭებულ ფონზე ღმერთმა მოგვავლინა ეს ადამიანი და ღმერთის მოვლენილია. მისი მონოპოვარი უკვე იშლება, ნელ-ნელა დროის ფაქტორია. ხალხი ელოდება ბევრ რაღაცებს აკეთება. რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ ხალხი ამას ვერ გაიგეს ბევრი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დავიწყოთ მოძრაობა. ღირსეული აჭარა ივანიშვილთან ამ სახელწოდების პოლიტიკური მოძრაობა მოსკოვიდან ჩამოსულმა პროფესორმა ასლან აბაშიძემ უკვე ჩამოაყალიბა და თანამოაზრეებით ჩამოიკრიბა. პოლიტიკაში დაბრუნებული აბაშიძე საზოგადოებას ახსოვს როგორც აჭარის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ავტორი და აჭარის კონსტიტუციის რეკონსტრუქტორი. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გაეროს ერთ-ერთი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და ასლან აბაშიძის სეპარატისტული რეჟიმის გამყარებელი ივანიშვილის თანამოაზრე ვერ იქნება. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასლან აბაშიძე ისე დაახლოებული პირი იყოს ბიძინა ივანიშვილთან, რომ მე რომელიც მე ვფიქრობ, რომ ამ შეცდომაში შეყვანისმცემლობა ამ თავად სასურველს ასაღებს რეალობად. მორმენ დუმბაძე მოძრაობა ღირსეული აჭარა ივანიშვილთან საუბრის დროს მის წევრებს ეამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ პოლიტიკურ გუნდშია გაერთიანებული აბაშიძის დროის ერთ-ერთი ჩინოვნიკი ანზორ გოგიტიძე, რომელიც 1 ოქტომბრამდე ლევან ვარშალომიძის მრჩეველიც იყო. აქვე ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია. მორმენ დუმბაძე მიიჩნევს, რომ არც აღორძინების და არც ნაციონალური მოძრაობის თვალსაჩინო ფიგურები საზოგადოებისგან გარიყულნი არ უნდა იყვნენ. თუმცა ამ პიროვნებებს პოლიტიკური თანამდებობები არ უნდა ეკალოთ. ადამიანური ურთიერთობების სხვა და მე მინდა რომ ყველას გურჩიო, რომ ადამიანური ურთიერთობები არ უნდა დაიკარგოს. ბუნებრივია რეჟიმის განსაზღვრაში ამ ადამიანებს უზარმაზარი წვლილი ენიჭებათ. დიდ პოლიტიკურ თანამდებობებს ვინც იკარგდა მაშინაც, რა თქმა უნდა, მათზე უნდა ვიფიქროთ და კითხვეთი ნიშნები ყოველთვის იქნება დასმული მათ მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გავრიყოთ და სამოქალაქო ცხოვრებას ჩამოაცილო. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. დანაშაულის ჩამდენი დასჯილი უნდა იყოს. თუკი სხვადასხვა რეჟიმის დროს პიროვნებას აპოლიტიკური თანამდებობა ეკავა, მის საჯარო სამსახურში ყოფნა განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. მიაჩნიათ უმრავლესობის წევრებს. დავით ბაციკაძე რადიკალურია, როცა თემა ასლან აბაშიძეს ეხება. მისი თქმით, სეპარატისტული რეჟიმის მიმდევრების რეინკარნაცია დღეს არ ხდება. ამ ხალხის რეინკარნაცია თუ რაც დაარქმევთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ ხდება ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების დროს. თუ კი ვინმე იყო ახლა რაღაც პატარა თანამდებობაზე სადღაც სამსახურებში იყოს ნაცმოძრაობის დროსაც იყო, მაგრამ მაგალითად პოლიტიკურ თანამდებობის პირები ვინც ქმნიდნენ ამინს და ვინც ქმნიდა პოლიტიკურ გარემოს ეს ის საკითხია, რაზეც უმრავლესობა და უმცირესობა თანხმდება. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სეპარატიზმი წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას უფრთხიან, ჯერ ისევ დამკვირვებლის პოზიციაში არიან. ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით, საქართველოს კონსტიტუციით ამის სრული უფლება აქვთ, მაგრამ თუ იგივე გზას დაადგებიან, რაც იყო აბაშიძის დროს, იგივე რჩევებს თუ მიიღებენ და გაითვალისწინებენ და უბრალოდ საზოგადოებას შესთავაზებენ, რასაც აძლევდნენ ასლან აბაშიძეს, ბუნებრივია ეს იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის მიუღებელი. საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებზე გამოჩნდა თუ არა რევანშისტული ძალა რეგიონულ ხელისუფლებაში, ხდება თუ არა აღორძინების წევრების ისევ დაწინაურება, პოლიტიკოსებს ერთი პასუხი აქვთ: არა. ამ პასუხით აკარწყლებენ იმ მოარულ აზრსაც, რომ აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ისევ ბრუნდება აჭარაში. თუმცა უფრო დამაჯერებელ პასუხს სამომავლოდ დააფიქსირებენ, როცა მოძრაობა ღირსეული აჭარა ივანიშვილთან კიდევ უფრო გააქტიურდება. ამას კი ძველი ახალი პოლიტიკური გუნდი ორ თვეში აპირებს. მოძრაობა თავისმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.